გავაგზავნოთ არა მეგობრებო. ძალიან ცივა. ანა მინდა რომ რაღაცა სასარგებლოდ და საინტერესოდ გავატაროთ ეს დარჩენილი. მე რამაგრად ცივაა. დარჩენილი დღე. ვიფიქრე და ალბათ მივხვდით ახლა მე ვარ Times Square-ზე. ესეთი ტურისტული ადგილია. ნიუ-იორკში რომ მოდის ვინმე აუცილებლად Times Square-ზე მოდის. ეს აუცილებელი ატრიბუტია ნიუ-იორკში ყოფნის. ნონა ვინაიდან ძალიან მაგრად ცივა. დიდი ხანი ვერ ჩერდები გარეთ, ხა -15 გრადუსია, ხადვილი საქმე ხო არა და გადავწყვიტე, მოდი ისეთი ავტობუსით ხო არ შემოვიაროთ და სიტყვაში ვიქნები იქა და გავათვალიეროთ ავტობუსით ნიუ-იორკი. ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს ასე თუ ისე ტაქსით რო დავდიოდით. მაშინ სულ მეშინო და ვიდეოს ხელში დაკავება. ამჟამად უკვე არ ამგონია რამე პრობლემა შეგექმნას. ეგ მგონი ავტობუსი დგას და მივარ და გადავიღებთ. დავიდე. ისე გაუხარდა. ჩვენთანაც ხო არის ტოპ, ამას ქვია ტოპ ვიუ. თბილისში ასე ვძაღით ხოპ. იმედი არ გავიყინები და მაღლა ავიდე თუ ქვემოთ ჩავიდე. მაღლა ვარ თამათი დავხრო. დახურულია აქა ისა და შევხედოთ ავტობუსის ზემოთა სართულიდან ნიუ-იორკის ქუჩებს. როგორც მითხრეს, უკან დაბრუნდება ეს ავტობუსი. აქ დავждეთ თუ oni მაღლა ჯობია რომ ავიდეთ. ანუ იქნება საინტერესო ზემოთ ავიდეთ. ოპა. გამაგარია. სიცივეს რა უყურებს. მეგობრებო, ჩემთან ერთად ხართ და ავტობუსით მოვიაროთ ნიუ-იორკის ქუჩები. მე შეძლებს დაგვარად რაც გამახსენდება იმ შენობაზე გეტყვით რამე ისტორიას. შეგახსენეთ მეგობრებო, მე-19 საუკუნეში, როცა ნიუ-იორკი ისეთი დასახლებული არ იყო, როგორც ეხლა და ამხელა შენობები არ იყო, აქ რომელიღაც შენობაში იყო გაზეთი, რომელსაც ერქვა Times Square. ანუ დროის ბაღი ასე რომ ვთქვათ. მერე ხალხი იკრიფებოდა რამე უკმაყოფილებას რო გამოხატავდნენ, ან მიტინგი იყო, ან ამის და მაგვარი, აქ იკრიფებოდა ეს ხალხი. მერე გაიზარდა და ცენტრი გახდა ყოველი მოვლენის, რაც კი ხდებოდა ნიუ-იორკში. და მერე ეს შენობები აშენდა და სახელი კი დარჩა. ეს ცნობილი მარიოტის სასტუმროა. მოგესალმებით, მარიოტი ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია სასტუმროების. მე კავშირი მქონდა თბილისის მარიოტში მუშაობდი და ამ ნომერში მგონი როგორც ვიცი 2000 ნომერია ამ მარიოტის სასტუმროში. 2000 ნომერი მეგობრებო, წარმოიდგინეთ შუა Times Square-ზე და იმ 2000 ნომრის მართვა არ გინდა. დავიზარით, აბა ნახოთ თუ ხელი გამეყინება, მერე შევალ აქ. Thank you. ჩემი ბრალია, ხეთათმანები უნდა წამომიღო და არ გამეყინებოდა მაჭებში. უიმე. დავედით. საფულიროებას კარგი.
ისეთი თოვლია მოსული, რომ არ დნება. თქვენ შეგახსენებთ ხო? ახეთ ეს ქუჩები როგორ არის? ვერტიკალურად არის ავენიუები, პარალელურად ქუჩები. ალბათ საუბრობთ ესე ცნობილ შენობებს გაგვატარებენ. სასტუმრო მარიოტ. მერე თავისთავად ეხლა მოიცით ახლა რეკლამა დიდი რაღაცაა. და აქ გონი როგორც ვიცი, ერთი რეკლამის გამოცხადება Times Square-ზე ძალიან დიდი თანხა ჯდება რა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც ერთი დღე რო გადაიხადო რაღაცა განცხადება და რეკლამა რო გამოახერხა, გონი 9 მილიონი უნდა თუ ამის და მაგონი არ ვიცი, მეტყვით. დიდი ფასი რო არის ეს კი ვიცი. ცოტა ზემოთაც ავიხედავ, იმედია კისერი არ მომწდება. ისე სულ მიკრის ხოლმე რა, ეხლა ამ ხელა ჩატავჯენებია და სულ ოფისებია რა, ამდენი ოფისი უნდა იყოს რა. ამაზე ჩვენ ადრე ვილაპარაკია, ხო? ამდენი მეებში რა ოფისებია, ამდენი რა რაოდენობა. ეს მაღაზია, ეს რა მაღაზია, ვაიმე დამოვიწყდა, ცნობილი მაღაზია ეს. Hard rock ვარ, აი როკი და ბლუზი კი გვინდა, მაგრამ ამ ჩამოსვლაზე ეხლა არა, აი რო დავამთავრეთ უკვე რო წამოვარ. 2 თვის შემდეგ, 3 თვის შემდეგ მე უკვე შევიდეთ რომ მე როკ ბლუზის კონცერტზე სადმე. ამაზე გოგოები არიან. სპეციალური ფორმები აქვს, წითელ კალბოტკები, წითელ ფერებში, რაღაცას თანაც. გამოიღიმე. ყველა იღიმე და იქნებ მე გამიღიმე. არა. როგორი? წავედით. იმე. ადრე მახსოვს ერთი უბრალოდ ჩვენი თანამემამულე მეგობარი აი კაკო აი მე ხო მოგზაურობა მიყვარს და ამ შენობებს უყურებო რა აქ სიამოვნებს აი აქ არისო სიამოვნება და ვიცი რა სიამოვნება ახლა საინტერესოა რა ბოროს ვა ეს რა თაგვი ეს სადღაც მახს აი გასაბერი თაგვია რაღაცა რეკლამა რო დადიხარო ამ სხვადასხვა ადგილებშიო და შენობებს რო უყურებო, რა სიამოვნებას იღებო. რა ვიცი რა თავისებური ის არის, ხო? რატომაც არის. აი იქ არის ძველი ფაბრიკა, ხილი, ხო ხედავთ ეს კრიტერი რო არის. ზინგერის ოფისი იყო მაგ. რატომაც ავტობუსმა აქ შემოუხვიდა. ეს სხვათა ზინგერის მუზეუმშიც უნდა შევიდეთ. გახსოვთ ხო ზინგერი იყო გერმანელი მეფაბრიკა რომელმაც ეს ზინგერის აპარატები გამოიგონა და საინტერესო მუზეუმია სხვათა შორის უნდა შევიდეთ. მოვიდით მე-6 ავენიუზე, მე-6 ავენიუს ეძახიან ზოგჯერ Avenue of America. აქ არის ცნობილი ბრაიან პარკი, სადაც სასრიალო კატოკი ქართულად როგორ არის სრიალებენ ხოლმე უხარიათ ხოლმე და ისეთი ცნობილი ადგილია ნიუ-იორკელებისთვის. იქითი ცნობილი ნიუ-იორკის აქვეა ბიბლიოთეკა. ეს მაგარი ბიბლიოთეკა აქვს რა. ჩვენ გვაქვს პატარა ვიდეო მაგაზე გადაღებული.
უიმე რამდენი თოვლია, სულ დაგროვილი თოვლები. ეს ცნობილი 52 ქუჩა, აქტიურად ნიუ-იორკის მთავარი ქუჩაა. ბევრ მწერლებს და ბევრ საზოგადო მოღვაწეებს მოგონებები ხშირად ამ ქუჩასთან აქვს დაკავშირებული. ადრე მე მოყოლილი მაგათ ბიბლიოთეკაში რო ვიყავით. ჰარვარდის უნივერსიტეტიდან წამოიღეს 1712 წელს ვახტანგ მეფის მეექვსე დროს დაფიჭილი ვეფხისტ ყაოსანი. აქ იყო გამოფენა, ეს იყო სადღაც 1-20 წლის წინ. და იმ დღეს წავიკითხე, რომ უკვე სამუდამოდ აქეთ გადმოიტანეს და თუ ვინმე დააინტერესებს, აუცილებლად მოვიდეს და ჩვენი განძი, ჩვენი სიამაყე ვეფხისტ ყაოსანის გამოცემა 1712 წლის წარმოადგენს 1712 წლის გამოცემის წიგნი ამ ბიბლიოთეკაში ინახება. ნიუ-იორკის public, ანუ საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. აი როგორი ქუჩებია, ჭადრაკისებური. არის თქვა ძველი უკვე ეს შენობა ეხლა არის 100 წლის წინანდელი აშენებული 1910-1020 გვერდზე უკვე თანამედროვე ულტრათანამედროვე შუშებში გაწყობილი. ამოდგენთ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში აძლიერი იყო ამერიკა. მაინც ძველი შენობები მაინც სხვაა რა, რაღაც სიმხარის და სიძლიერის ნიშნებია რა. და უახლოვდებით Empire Building. აი, ეს 34 ქუჩაზე ჩვენც ვართ ადრე არ მომყოფებია ახლა, მაგრამ ეს როკფელერმა ააშენა და როგორც მახსოვს, წელიწად ნახევარში ააშენეს. მაშინ იყო ეს ეკონომიკური კრიზისი. და 1000 ზუსტად არ მახსოვს რაღაც 30-იან წლებში 36-37 წელს აშენებული. აქ ჩვენ კერძოდ ვიყვებით მე-5 ავენიუზე, მოგეხსენებათ მე-5 ავენიუ დიდრების ავენიუა. ეხლა არ ვიცი, თავიდან ისტორიულად ასე იყო. ეხლა არ ამგონია დიდრები უფრო ზემოთ, უფრო არჩევენ ცხოვრებას პარკის გვერდზე. აქეთ უფრო მაინც უფრო ჩვეულებრივი საშუალო კლასის ხალხი ცხოვრობს. მარჯვენა მხარეს თითქმის პიცერიები, პატარ-პატარა მაღაზიები, მარცხენა მხარესაც ასია. აი პიცერიები რა, მაგრამ უშუალოდ რა, მაინც ახლა მე ვიცი რომ ხაჭაპური ისე მაგრამ ძალიან ჩვენმა ბევრმა თანამემამულემ გახსნა მანხეთაზე სახაჭაპურები, რაღაცა იმედი ქონდათ რომ გაქაჩავდნენ, მაგრამ ვერ ძლივს იხდიდნენ გადასახადეს. ეთქვა მაინც პიცა ტალიური რო არის და ეს მაინც 100 წლის 120 წელი ტრიალებენ და ეთქვა მაინც თავისას რეკლამა თავისას აკეთებს. მოვედით 34 ქუჩაზე და 34-ზე და მე-5-ეს გადაკვეთაზე არის ეს ჩვენი Empire Building. ისევ არ მოვთხოვს. Empire State Building. საცობებია რა მაინც. ნიუ-იორკი ავტობუსების საცობებია. ისე კაი მაგარი ნერვები გინდა რა. აქ მანქანითია. არა გავიყინე მეგობრებო თქვენის ნებართით. ცოტა ქვემო ჩავოთ, რომ ძალიან გავიყინე. გავცვლი თუ არ გავშვიდეთ. სამუშაო პერიოდი გველოდება. კარგი აქ სიტყვა. არა ვინ არის ბატონო. წავიდნენ ყველა.
დაჭიქიო. ამოვედი ესე უკან. იქიდან ვერ ნახავ, აქედან ჯობია. აქ უკვე ვიყავი. ჰარი პოტერის მაღაზიაში. ამ შენობას აჩვენებენ ხოლმე, ეს არის საკულტურო შენობა. როგორც წეგანა თქვი, Iron Building, ანუ უთო შენობა. და რემონტი მიდის და კარგად არჩევს, თორე ეს ვიწრო ის არის რა. უთო building. ესე ძველი შენობა, აქ ძველი შენობა. ეს უკვე ულტრა თანამედროვე შუშებით შემოსილი შენობა. წითელი კაცუნები რას ნიშნავს? აქითაც არის. Flat iron building ეძახიან, flat iron building, მე კი iron-ს ვეძახი, flat iron building. ვინც ახლა ბუშაოს იმ ხარაჩოებს რა მაგარი გულია ხა. კარგი დასვა. კიბეებით აუყვება ხარაჩოები. ჯობია შემოვედი ახლა პლასმასით არ გადაფარებული. ამცივა 15 გრადუსი ხეხოვოთ. გარშემო ყველგან საცობებია, მარცხნი, პირდაპირ, მარჯვნივ. ეს ქალაქი უკვე ეს პოლიციელები კიდევ ყველგან ჯარიმებს უდებენ პატარა რაღაცაზე სპეციალურად დადარაჯებული ბერები როგორც კი გაჩნდება მანქანა გამოواردება და უცხოად ჯარიმას უდებს. თახი. აი ახლა გავიარეთ კეთოვარი მონტია და ვაშინგტონს ყვია და ვაშინგტონმა ხო გაიმარჯვა. ტრიუმფალური თაღი ხო ასეთი სიმბოლურია, რომ გამარჯვების ნიშნად რომში ტრიუმფალურ თაღს აკეთებდნენ ხოლმე და პარიზშიც არის და აქაც არის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევედით. ეხლა ძირითადი მარკეტები, ძირითადად აპტაუნი დამთავრდა და გადმოდივართ დაუნტაუნ მარკეტზე. მივუყვებით უკვე ბროდვეის. თავის დროზე ეს ძალიან დატვირთული უბანი იყო, ბევრი ფაბრიკები, ქარხნები აქ იყო, მაგრამ ეხლა უკვე ძირითადად სავაჭრო ობიექტებია. თუმცა ამ ხელა ზემოთ შენობებში ალბათ იქნება რაღაც ოფისები, მაგრამ ისეთი აქტიურობა არ არის რა, რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი, მაგრამ ეხლა რო ხედავ ეგ უყურებ რა შიგნით. თო ფაბრიკები მაინც მუშაობს, აი სამკერვალო ფაბრიკები. ამ შენობებში შიგნით. სუძირთად არის ტანსაცმლის და ფეხსაცმელების მაღაზიები. მარჯვნივ მაინც ეს ბროდვეის თავისი ბროდვეი რა ეს აღარ ნიუ-იორკის ბროდვეიში მიყიდა რაღაცა ტანსაცმელი ესე თქმა მოქმედებს რა. რეკლამა ხო იცნობი რაღაცა. ეს მარტო ტანსაცმელებია. ტანსაცმლის მაღაზიები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. და სათამაშოების მაგრამ მუშაობს.
ჩინელების უბანში. აქ უკვე ქუჩაში ვაჭრები. მე აქეთკენ ცოტა ქვემოთ წამოხვა. აქ უკვე შედარებით წყნარი სიტუაცია და უკვე ადმინისტრაციული შენობები. გულისხმობ მერია და ქალაქის სამსახურები. შესწირდა და ადამიანები წავიდნენ, ვეღარ ითმედნენ მართლაც ცივა. ალბათ მეც მივალი მერიასთან და იქიდან მაინც გადავიღოთ. თულა თუ არ დავკარგოთ ეს დრო და ალბათ თქვენის ნებართვით შევწყვიტავ გადაღებას და წავალ თორე ძალიან ცივა ძალიან. -15 გრადუსია ხო უბრალოდ? აი მოვედით უკვე პლაზა ეს ყველა ემიგრანტის საოცნობო შენობა, სადაც საბუთებს აკეთებენ რა, ნუ ოფიციალურ საბუთებს, გრინ კარტა, მოქალაქეობა და ასე შემდეგ. ფედერალ პლაზა. მაგრამ ხალხი არ არის. შეწყვიტეს რაღაცა, რა ვიცი, ამ ტრამპის გადამკიდე ყველაფერი გააჩერა და ზოგადად ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე აქ. ეს არის უკვე შენობა არის მერია, ნიუ-იორკის მერია აქაზის რამდენიმე ეს არის ადმინისტრაციული სამუშაოები. ანდანი არ გახდა, ეს უნდა გადავავლოთ თვალი, როგორი მერია, ფაქტურად ახლა ახალი წინა ახალი, იანვრიდან შეუდგა თავის ვალდებულებას. კი არ გადამივლია თვალი გასაკეთებს. თვითონ აი ამ შენობაში ის უშუალო თვითონ ეს მანდანი და აი ხელმძღვანელობა და აი ეს ადმინისტრაციული ფუნქციონერები მაგ შენობაში. მეგობრებო ძალიან გავიყინე და მოდი მე ჩავალ და შევწყვიტავ გადაღებას თორე My friend, can I go because it's very cold? Yeah. Can I go? One second. The stop is coming. Ah. Stop is coming. Yeah. Just because I see subway. Can you? Yeah, that's right. Yeah. The stop is right there. Okay. Yes. Აკა ვერ გაგიღებ, სანამ რაღაცა პროგრამა და გავაჩერებ და მე თუ ახალი მეთქი ძალიან ცივა გასულ. Georgia. But it's very cold. In New York? Yeah, it's very cold. -15, yeah. New York, right? Yeah. Gruzia. Georgia. საიდან ხარო და მოთხარი საქართველოსთან მეთქინა. It's big traffic also. Yes, but the stop is right there. Yeah, okay. You can open, yeah, over here, the doors, yeah. Yeah, no. Okay. აქ ვერ გავახებ, გავალა 50 მეტრი და რა ვიცი. იქიდან ვიდეოთი მეყურებენ და ვერ გავახებ. თან ისეთი მომენტია რა, საცობია და უკვე რა ვიცი, რამდენი ხანია მოვდიოდი და ეს მუღამი არა აქ რა, ასაც ქვია ებრაელი მოგზაურობა. Okay, thank you very much, amigo. Have a good day. Всего хорошего. Всего хорошего. Русი გონივარ, რუსი. მეტროს არ არის გავიყინე, კაცო, რა უბედურება. წაკიდა. ანა სიარულში კი გავივლი, მაგრამ ცოტა გავიარო, გავხურდება. ჩავკეთ მეტროში. ვითელი ტაქსები როგორ მუშაობენ, გონი? ვითელი ტაქსით უფრო საინტერესო იყო ვიდრე ავტობუსით, არა მეგობრებო. ვითელი ტაქსი ისე თავისუფლად ვერ იღებ. აი ეს არის City Hall. აი წერა რომ ამბობდი. აქაც ძალიან საინტერესო შენობებია, ძველი. 20 საუკუნის დასაწყისში აშენებულები ახლა ამასია. ეს ძველი, ეს თანამედროვე.
კარგით მეგობრებო, წავიდეთ ახლა მეტროში. თავარი არ გავციდეთ ახლა ხვალზე გუნა წავიდეთ დეტროიტში და გვინდა ახლა ჩვენ გაცილება არ გვინდა. კარგით აბა დაგემშვიდობებით, ცოტა ისეთი მოგზაურობა არ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია სხვა ვიდეოებში უფრო საინტერესო რაღაცა გამოგვივა. კარგად.